ჩვენ კვლავ უბრუნდებით პარლამენტს, სადაც პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ კანონპროექტს განიხილავენ. საქმე ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომელშიც მიღებული ცვლილებების ნაწილი პრეზიდენტმა დაიწუნა. კონკრეტულად რატომ დაიბლოკა ეს ცვლილებები? მირიან გორგოძე გაგვაცნობს დეტალებს. მირიან, გისმენთ. დიახ, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მოbrunებული შენიშვნები ორ ძირითად სააკეთს კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და ასევე დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება. პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი მოტივირებული შენიშვნები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებული შენიშვნებს დეპუტატები განიხილავენ პირველ რიგში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, შემდეგ კი ამ შენიშვნების განხილვა მოხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. პრეზიდენტი პარლამენტს თავაზობს ჭხრეკა ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედდეს. ამავე დროს პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს ეხება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს გარკვეული შენიშვნები აქვთ ამ კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები დღეს მოწვეული არიან კომიტეტის ხდომაზე, რათა მათ თავიანთი შენიშვნები დეპუტატებს კიდევ ერთხელ გააცნონ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ თუ კი მათი შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ ისინი მზად არიან საპროტესტო აქციები მოაწყონ. დღეს ანხვალ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე და ჩვენ ადვოკატთა კორპუსმა თქვენ გახსოვთ, რომ გამოვხატეთ ღია პროტესტი პარლამენტთან და თუ დღეს პარლამენტი არ შეისმენს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას და ადვოკატის უფლებებს გაუმართლებლად შეზღუდავს და წაართმევს ყველანაირ უფლებას ადვოკატს, რომ მან დაიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ადვოკატთა კორპუსი გადავა გაფიცვის უპრეცედენტო ფორმებზე. თავარი არის ჩემთვის პირადად, რომ ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ, რომ ეს ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა, შეიცვალოს და ადვოკატებს ისევ მიეცეთ უფლება, რომ ამოქმედდეს ნორმა არაერთი წლის შემდეგ, არამედ ამოქმედდეს წელსვე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში იწყება ბიუროს ხდომა, სადაც დეპუტატები სავარაუდოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის დამტკიცების საკითხზე იმსჯელებენ, როგორც ცნობილია და გადაწყვეტილია ხვალინდელი საგაზაფხულო სესიის პლენარულ ხდომაზე პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს ფარული კენჭისყრით დაამტკიცებს. დიდი მადლობა. პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე საუბრობდა.